კორუფციაში მხილებული ოგანეს გაბრიელიანის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კადრებით ამყარებს. კადრებში კი ჩანს და ისმის, რომ ახალქალაქის მერის წარმომადგენელი ყალბით ცნობის გაცემის სანაცვლოდ ფულს სავარაუდოდ ქრთამს იღებს. როგორც შევთანხმდით, როგორც ვილაპარაკეთ, ასე იქნება, ხო იგრია? რამდენი ფულის ის უნდა გავაკეთოთ? 2-3 რამდენი? სანამ მოხელე ფულს ითვლი და გამოძიებამ დაადგინა, რომ ოგანეს გაბრიელიანმა ყალბი შინაარსის სამი ცნობა დაამზადა, რომლის საფუძველზეც კონკრეტული ადგილობრივის მიერ მოყვანილი 25 ტონა კარტოფილის რეალიზება თითქოს კონკრეტულ სუბიექტზე უნდა მომხდარიყო. რეალურად კი პროდუქცია გაცილებით მაღალ ფასში უნდა გაეყიდა. ამის სანაცვლოდ მან ქრთამის სახით 6,000 ლარი წინასწარ აიღო. ზოგადი საუბრის დონეზე იყო რამდენიმე ნაცნობი პიროვნება, ვინც ამ საკითხების ირგვლივ ფიგურირებდნენ და ფლობდნენ ინფორმაციას და იცოდნენ იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუმცა რაიმე ხელშესახები ისეთი იდეა, რასაც ახლა ჩვენ ვიტყვით, რომ და თქვა პოზიციას აფიქსირებს ვინმე სამმართველობით ან ვინმე თანამონაწილეა ან რაიმე ფორმით, ამ ეტაპზეც არ ვაცი. ახალქალაქის მერის წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ოგანეს გაბრიელიანს ახლა ბრალის დადგენილებას აცნობენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.